საღამომშვიდობის ჩვენი ყოველკვირეული შეხვედრა იწყება და ძალიან მაინტერესებს თქვენი დღევანდელი კითხვები. პირველი კითხვა ეხება ნონა შერმადინის კითხვას, რომელიც არის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით. იმ ფონზე, როცა კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში ამერიკის უმაღლესი წარმომადგენლობა სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვია და საქართველოში არც კი ჩამოვიდა, რა შეიძლება იყოს ხელისუფლების ოპტიმიზმის საფუძველი, როცა საუბრობენ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე? ეხლა მათი ოპტიმიზმის საფუძველზე მე გითხრათ, მაგრამ რეალურად დღევანდელი მდგომარეობა, რაც ახასიათებს ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებს, არის ძალიან პრობლემატური. იმიტომ რომ ერთის მხრივ სწორედ ნახეთ, რომ ვენსი ჩამოვიდა და ესტუმრა აზერბაიჯანს და სომხეთს, ისე რომ არც გახსენებია, რომ გზაში საქართველო იყო და შეიძლება საქართველოში თუნდაც მოკლე ხანით გარჩერება და ამითი რაღაცა გზავნილის გაკეთება, რომ თქვენც ხართ ჩვენთვის სტრატეგიული და საინტერესო, ეს არ მომხდარა. ეხლა რუბიო იმყოფება უნგრეთში, მერე დანარჩენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ესტუმრება და ამ ჯგუფშიც არ ფიგურირებს საქართველო, ესე რომ ისე ჩანს, რომ ჩვენ არსად არა ვართ დღეს, არსად არ ფიგურირებთ როგორც ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე იმ რეგიონში, სადაც ყველაფერი ხდება რეალურად დღევანდელ დღეს. შავ ზღვაზე ყველაფერი ხდება, უკრაინის ომიდან დაწყებული რუსეთმა ნაწილობრივ ეს ომი დაიწყო სწორედ იმიტომ, რომ შავი ზღვის კონტროლის სჭირდებოდა, ასევე როგორც უკრაინის მთლიანად სახელმწიფოს კონტროლი და ხელში აღება. ჩვენ რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში ვხედავთ თუ რა ცვლილებები არის იმის შემდეგ, რაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ტრამპის ჩარევით მიაღწიეს ამ შეთანხმებას, აქეთკენ ირანში მოვლენები და ეს ყველაფერი ხდება ისე, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ არსად არა ვართ, არ ფიგურირებთ და მე მგონი, რომ ეს ახლო წარსულში იმის მერე, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა, იმის მერე არ ყოფილა ასეთი პერიოდი. შევარდნაძის პერიოდი, შეიძლება არა პირველივე წელი, მაგრამ ძალიან მალე, ძალიან აქტიური პოლიტიკა ჰქონდა სწორედ ამ რეგიონში ჩვენი ადგილის მოსაპოვებლად და ამისთვის მან გამოიყენა ძალიან ჭკვიანურად სხვათა შორის ყველა თავისი კონტაქტები იმ დროიდან, როცა იყო საბჭოთა კავშირის საგარეო მინისტრი და აქედან მერე ყავდა თავისივე მეგობრები, ასე ვთქვათ, ამერიკაში და გერმანიაში და მათთან ერთად შექმნა ის ახალი პოლიტიკა, რომელმაც დაიწყო ჩვენი დაახლოება ევროკავშირთან, ნატოსთან და ასევე დერეფნის თემა და გაზსადენის, მილსადენის თემა, ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო და იმის მერე ჩვენ სულ ვიყავით ცენტრში, ამ რეგიონის ცენტრში ყოველ შემთხვევაში და ჩვენს გარეშე არ იხილებოდა ამ რეგიონის მიმართ საგარეო ურთიერთობები, სტრატეგიული ურთიერთობები, ეს ლაპარაკი არის ან ევროკავშირზე, ან ამერიკაზე, ორივესთვის ჩვენ ვიყავით აუცილებელი გაჩერება, ვიტყოდი, თბილისი იყო გასაღები ამ რეგიონის და დღეს ეს ნამდვილად დავკარგეთ და კიდევ უფრო ნიშანდობლივი არის, როცა ლაპარაკი არის, რომ რაღაცა აღდგება, როცა იმ დროს, როცა ეს საუბარი არის არაფერთან დაკავშირებული, რომ სტრატეგიული ურთიერთობა აღდგება, ამ დროს ჩვენ შეგვიყვანეს იმ სიაში, 78 ქვეყნის სიაში, რომლისთვისაც გართულდა და შეჩერდა ჯერჯერობით საიმიგრაციო ვიზები და ამ დროს ვითომც და როცა გვინდა ამ ურთიერთობების გათბობა, გადალაგება თუ რაც ქვია, ამ დროს ვანთებთ ირანის
ფერებს მთაწმინდაზე, რაც არის სრულიად წარმოუდგენელი. ერთ-ერთი წარმოუდგენელი არის თუ ჩვენ პრაგმატულად და გათვლითი გვინდა რომ რაღაცნაირად დავალაგოთ ურთიერთობები ამერიკასთან. ეს ძალიან არასწორი ნაბიჯია და უდროო ნაბიჯია მის გადადგმა და რაღაცნაირად აფრიალება ირანის იმ დროშის, აიათოლას დროშის, იმ დროს, როცა მთელი სოფლიო არის სრულიად გაუგნებული იმ ხოცვა ჟღეტვით, რაც მოხდა ეხლახან, ერთი თვე არ გასულა ირანში, ამორალური არის და არანაირად ეს არ არის მომგებიანი, თუ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ, პრაგმატიზმზე ვფიქრობთ, არანაირად მომგებიანი, როცა ჩვენ გვინდა რომ რაღაცა ამერიკის თვალში სხვანაირად გამოვიყურებოდეთ. არაფერი რო ვთქვათ იმ მორალურ უწესობაზე, რაც არის ის, რომ მიხვიდე მიღებაზე, ოფიციალურ მიღებაზე ირანის რევოლუციის აღსანიშნავად, სადაც ასევე აღენიშნება ქართველების ეგრეთ წოდებული გადასვლა ირანში 400 წლის წინ, რომელიც ყველამ ვინც რამე იცის, ყველამ ვიცით, რომ ეს იყო არა გადასვლა, ეს იყო გადასახლება და ძალიან ტრაგიკულ პირობებში გადასახლება. გზაზე ძალიან ბევრი ადამიანი დაიხოცა და ეს იყო ძალადობითი გადასახლება, რომელიც მოყვებოდა მთელ რიგ ტრაგიკულ მოვლენებს თვით საქართველოში და ამიტომ ამისი აღნიშვნა დღეს ზარზეიმით დღევანდელ ირანელებთან ერთად არის შეურაცხყოფა ჩვენი ისტორიის და კიდევ უფრო ეს არის შეურაცხყოფა ფერეიდნელების, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, ყველა სიძნელის მიუხედავად აგრძელებენ ქართველობას, აგრძელებენ ქართული ენის შენარჩუნებას და მე არასოდეს არ დამავიწყდება ვიზიტი ფერეიდანში, ამისთვის ყოველთვის ვიქნები მადლობელი მიხეილ სააკაშვილის. იმიტომ რომ იქ ჩასვლა მაშინდელ პირობებში და იმ ხალხის მიერ ის მიღება, რაც ვნახე, ეს არის ის, რაც ცხოვრებაში ალბათ არასოდეს არ დამავიწყდება, იმიტომ ასეთი განცდა ხშირად არ გვხვდება ცხოვრებაში და ამისი დავიწყება ნამდვილად არ შეიძლება. ეს ყველაფერი იმის სათქმელად, რომ ჩვენ დღეს რეალურად არცად არა ვართ ევროპისთვის ვართ ის ქვეყანა, რომელიც ყოველდღიურად პრაქტიკულად ლანძღავს აქ მყოფ ელჩებს, იქაურ ლიდერებს, ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს და ზოგადად ევროკავშირის მიმართ არის ძალიან უარყოფითი ნარატივი, რომ ევროკავშირი არის ის ქვეყნების გაერთიანება, რომელიც ჩვენზე ზეწოლას ახორციელებს, ეს არის ოფიციალური ნარატივი და ამ დროს არაფერი არ არის ნათქვამი ჩვენ ჩრდილოეთ მეზობელზე, მის პოლიტიკაზე და პირიქით შედარებები რომ მკეთდება ოფიციალურად, ამ შედარებებში უფრო ცუდი სახეს იძენს ევროკავშირი ვიდრე რუსეთი, რაც არაჩვეულებრივი არის, როგორ შეიძლება ასეთი ინვერსია ყველაფრის, ისტორიის, მოვლენების, ფაქტების 30 წლის მანძილზე რეალურად რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მოიპოვეთ, ავადგინეთ, იმის მერე ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკა და ხან ერთი უფრო, ხან მეორე უფრო ყველანი ერთად გვეხმარებოდნენ ყველაფერში, ინსტიტუტების შექმნაში, ჩვენი სასამართლოს დაარსებაში, პრინციპების შენარჩუნებაში, ეკონომიკის განვითარებაში, ბანკების დაარსებაში, ანუ აღარ ვიცი, ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებაში, განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში და პრაქტიკულად ჩვენ ამ კუთხით შევედით ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში, ვიყავით ფაქტობრივად
სრულყოფილი წევრი ამ სივრცის და ეს არის ის სხვათა შორის, რასაც ვკარგავთ ამ ახალ განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმით. ლიკა მამულაშვილი გვეკითხება TikTok-ზე. ქალბატონო სალომე, თქვენი აზრით ამერიკა მიიღებს გადამწყვეტ ზომებს და დაგვეხმარება გათავისუფლებაში გულისხმობს რეჟიმს? არა, არავინ არ მიიღებს იმ ზომებს, რომ ჩვენ რაღაცნაირად ჩვენს მაგივრად ჩვენი საქმე გააკეთოს. ეს იქნებოდა ის ჩარევა, რომელსაც ეწინააღმდეგებო ის დღევანდელი ძალაუფლება, რომ ჩარევა მოდის ევროპიდან, ჩარევა მოდის ამერიკიდან და რეალურად არავინ არ არის მოწადინებული იმისკენ, რომ ჩვენს მაგივრად მიიღოს რამე გადაწყვეტილება. ჩვენი საქმე, ჩვენი გასაკეთებელი არის, ჩვენ რას უნდა ველოდოთ ჩვენი პარტნიორებისგან? ჩვენ უნდა ველოდოთ პირველ რიგში მზადყოფნას, რომ როგორც კი ჩვენ დაუბრუნდებით და ეს მოხდება უსათვლოდ, დაუბრუნდებით ჩვენ გეს ევროინტეგრაციას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ჩვენი პარტნიორები მზად იქნებიან იმისთვის, რომ აღადგინონ ჩვენი გზა, ჩვენი უფლებები ამ მიმართულებით, ყველა ის სიკეთეები, რაც მოდის ამ ინტეგრაციასთან ერთად. მაგალითად, ეხლა მიიღო მოლდოვამ რომინგის შევიდა რომინგის სივრცეში, რაც ნიშნავს, რომ არის ამ კუთხით ევროკავშირში და არანაირი გადასახდები არ არის, როცა რეკა მოლდოვიდან ევროკავშირის ქვეყნებში. მაგალითისთვის, ეს ერთი არის და ძალიან ბევრი, რომელსაც ეხლა არ ჩამოვთვლი, მაგრამ ჩვენი მთავარი მოთხოვნა ეს უნდა იყოს, რომ ჩვენ დრო აღარ დავკარგოთ, როცა კი ქვეყანა დაუბრუნდება თავის მუდმივ მიმართულებას, ორიენტაციას, ის რაც ასახავს ამ ქვეყნის მოსახლეობის უცვლელ მოთხოვნას 30 წლის და მეტის მანძილზე, რომ ჩვენ იქ მისული დაგხვდეს მზადყოფნა, დაგხვდეს ის განწყობილება, რომელიც დროს აღარ დაგვაკარგინებს, რომ ჩვენ დავეწიოთ და არა მხოლოდ დავეწიოთ. ჩვენი ადგილი დავიბრუნოთ, როგორც დღეს, რასაც თავაზობენ, მაგალითად, ან მოლდოვას, ან სომხეთს უყურებთ, რომ დღეს უზარმაზარი ინვესტიცია ამერიკიდან კეთდება სომხეთში, იმისთვის, რომ სომხეთი გახდეს ტექნოლოგიური პოლუსი ამ რეგიონში. ეს არის ის ნიშა, რომელსაც შეეძლო საქართველოს ძალიან კარგად დაეკავებინა, ან სომხეთთან ერთად გაინაწილებინა, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი რესურსი ორივე ქვეყნის არის ადამიანური რესურსი, ინტელექტუალური რესურსი და ვიცით, რომ ამის უნარები გაგვაჩნია. მაგრამ დღეს ამაშიც ჩვენ არსად არ ვფიგურირებთ და ეს მთლიანად გადასული არის სწორედ სომხეთზე და მე მგონი, რომ ამითი ჩვენს უნდა ვიყოთ კმაყოფილნი. იმიტომ ეს ნიშნავს, რომ ეს რეგიონი არ არის მიტოვებული და მივიწყებული. სანამ სომხეთი იქნება ასეთი დაფასებული პარტნიორი ამერიკის და ევროკავშირის, ჩვენს ამ გზაზე სადღაც ვართ და ამიტომ ჩვენთვისაც საჭირო არის ეს და დადებითი არის ეს. ასევე ის პროექტი, რომ ბირთვული სადგური, რომელიც არსებობს სომხეთში, იყოს განახლებული და ამერიკამ გაანახლოს ეს ბირთვული სადგური, ეს ჩვენთვისაც კარგი არის, ერთ იმიტომ რომ წინა ეს რუსული ბირთვული სადგური არის ძალიან დიდი საფრთხის მომცველი, ვიცით რომ ის ტექნოლოგია დაძველებული არის, რომ განახლება არ ხდება ისე როგორც საჭირო არის და ბევრად უსაფრთხო იქნება ეს განახლებული სადგური. აქაც კარგი იქნებოდა რომ გვეფიქრა, მაგრამ ეს დღეს შეუძლებელი იქნება, მაგრამ გვეფიქრა რომ ეს ერთობლივად ყოფილიყო და ეს ერთ-ერთი ამ რეგიონისთვის კონსოლიდაციის ფაქტორი იქნებოდა და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ სამომავლოდ ის კონსოლიდაცია რაც ხდება ახლა სომხეთის და აზერბაიჯანის შორის მოხდეს ასევე საქართველოს ჩართულობით და ეს ტრიო როგორც
იქნა, შედგეს და იყოს ამ რეგიონის განვითარების ძალიან სერიოზული ვექტორი. ლედი ალთუნაშვილის კითხვა არის მმართველი პარტია ევროინტეგრაციის საჭიროებაზე საჯარო დისკუსიის გახსნას ცდილობს. რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ამას? რა მესიჯია ეს ხელისუფლების მხრიდან? არის ეს შიდა მოხმარების მესიჯი თუ გარკვეულწილად ირიბად ელაპარაკებიან ევროკავშირს? არა, ეს დებატების თემა უკვე გავიარეთ წინა შეხვედრაზე. ეს დებატების თემა არის ჩვეულებრივი ფორმა, რითაც ავტორიტარული რეჟიმები ცდილობენ, რომ აშუქონ ისეთი სურათი, რომ ვითომც თავიანთ საზოგადოებას ესაუბრებიან, ვითომც საზოგადოების აზრებს ისმენენ, ვითომც ოპოზიციის აზრებს ისმენენ, მაგრამ ასეთი დებატები, როცა როგორც ნახეთ განათლების საკითხზე, როცა ეს დებატები ხდება იმის მერე, რაც მიღებული არის რომელიმე კანონი და არა როგორც უნდა იყოს და როგორც იყო კანონით, ანუ როცა პარლამენტი ბრძოლობდა რომელიმე კანონზე, აუცილებელი იყო და კანონით იყო გათვალისწინებული, რომ კონსულტაციები თვით პარლამენტში უნდა ყოფილიყო სხვადასხვა ჯგუფებთან, სხვადასხვა სტეიქჰოლდერებთან, სხვადასხვა არასამთავრობოებთან. ეს ვალდებულება მოაშორეს, ანუ არანაირი კონსულტაცია აღარ იმართება პარლამენტში იმ დონეზე, რომ პარლამენტარები თვითონ ამბობენ, რომ ჩვენ არ ვიცით რომელი ფორმულაცია, რატომ ეს ფორმულაცია, ან რას ნიშნავს, ვერ ხსნიან თვით კანონების შინაარსს, იმდენად შორს არიან იმისგან, თუ ვინ წერს ამ კანონებს, ან თუნდაც რამე სერიოზული დისკუსია შიდა პარლამენტში. და როცა ასეთი დისკუსია შიგნით პარლამენტში არ არსებობს, ვითომდაც რომელიმე პროპაგანდისტულ არხზე, როცა იმართება რაღაცა ვითომც და დებატი, ეს რეალურად არის მხოლოდ ნაცარი თვალში და არა სერიოზული რამე განხილვა. რაც ეხება ახლა ევროკავშირის ორიენტაციას, ეს არის ჩვენი მოცემულობა კონსტიტუციაში, ეს არის არა მხოლოდ იმიტომ, რომ წერია კონსტიტუციაში, ეს ერთი არის, მაგრამ გარდა ის, რომ წერია კონსტიტუციაში და ყველა ინსტიტუტი, რაც არსებობს კიდევ ამ ქვეყანაში, ყველა ვალდებული არის, რომ პატივისცეს კონსტიტუციას და პატივისცეს სწორედ ჩანაწერებს, რაც არსებობს კონსტიტუციაში და ეს ვალდებულება პირდაპირ დევს ამ მუხლში, რომელიც ასახავს, რომ ჩვენ ყველა უნდა მაქსიმუმი გავაკეთოთ, ყველა ინსტიტუტმა მაქსიმუმი გააკეთოს იმისთვის, რომ ევროინტეგრაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაციას გზაზე წინსვლა იყოს. ასე რომ ეს სადავო საკითხი არ არის. ასევე მცდელობა ის, რომ შემოიტანო ამ საკითხის ირგვლივ გაუგებრობა, რაღაცა ბუნდოვნება და იმის შესაძლებლობა, რომ რაღაცა ჯგუფები ამ ქვეყანაში ნეიტრალიტეტის მომხრეები შეიძლება იყვნენ და შეიძლება ის უფრო მომგებიანი იყოს საქართველოსთვის, ვიდრე ჩვენი ორიენტაცია ევროკავშირისკენ და ამ სივრცეში შესვლისკენ, ეს არის სრული, როგორ ვთქვა, თვალების დაფარვა და ხალხის გონებაში ბუნდოვნების შემოტანა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ნეიტრალიტეტი. ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს გამოცდილება უკვე მივიღეთ 1920 წელს, როცა იქნა მიღწეული ვითომც და შეთანხმება რუსეთთან, სადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენობას, ყველაფერს. და რეალურად ამ აქტის ხელმოწერის შემდეგ, რამოდენიმე თვეში შემოიჭრა საქართველოში რუსეთის მე-11 არმია. ეს არის ის, როგორც ესმის რუსეთს ნეიტრალიტეტი. და ჩვენ ვართ მეზობელი იმ რუსეთის, რომელსაც დღესაც, როგორც გუშინ, ასე ესმის ნეიტრალიტეტი. რომ რაც ჩემია, ჩემია და რაც არა, ჩემი გახდება. ეს არის მისი მიდგომა უკრაინის მიმართ და ვნახეთ
როგორ მოექცა უკრაინას და ეს არის მისი მუდმივი მიდგომა და იქნება მუდმივი მიდგომა სანამ რუსეთი იქნება კიდევ მისი იმპერიალისტური ამბიციების მძევანი და სანამ ეს არ შეიცვლება და ჩვენ ვერ ვხედავთ ჯერ არც ერთ ნიშანს რომ ეს იცვლება სრული ილუზია არის რამე ფორმის ნეიტრალიტეტი შვეიცარია შეიძლება იყოს ნეიტრალური ქვეყანა იმიტომ რომ იმყოფება ისეთ გარემოში სადაც რეალურად მხოლოდ მეგობრული ქვეყნების გარემოცვაში არის სამაგიეროდ ის ქვეყნები რომლებიც იყვნენ ნეიტრალური და ფიქრობდნენ რომ ამით შეეძლოთ თავიანთი სუვერენიტეტის დაცვა როგორც არის მაგალითად ფინეთმა გადაწყვიტა რომ შესულიყო ნატოში სწორედ უკრაინის აგრესიის მერე რუსეთის აგრესიის მერე უკრაინაში იმიტომ რომ მიხვდა რომ მარტო ამ უზარმაზარ და იმპერიალისტურ მეზობელის გვერდით არ არსებობს ნეიტრალიტეტი რომელიც შეიძლება მარტო დაიცვა და ამიტომ თავისი სუვერენობის დაცვა გადაწყვიტა იმ თანამეგობრობაში რომელსაც ქვია ნატოს კავშირი სადაც ყველა მეორეს იცავს სადაც ყველა მეორეს სუვერენობას მეორეს თავისუფლებას მეორეს დამოუკიდებლობას იცავს ერთობლივად ლედი გოჟაძე გარკვეულ მოსაზრებასაც გვთავაზობს და კითხვასაც გისვამთ ყველა აბა მოსაზრებას ჯერ მოვუსმინოთ ყველა კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი და ამ ქვეყნის მოქალაქე დამეთანხმება რომ სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა იყოს ნეიტრალური და არა რომელიმე პარტიის ან პოლიტიკური ჯგუფის საკუთრება და ამისათვის საჭიროა სისტემური ცვლილებები რომ მომავალში აღარ მოხდეს ხელისუფლების მიტაცება რომელიც რეალურად უნდა ეკუთვნოდეს ხალხს თუ მოვახერხებთ საკუთარი ამბიციებისა და ეგოების გვერდზე გადადებას დროებით მაინც და სისტემური ცვლილებების იდეის ირგვლივ საზოგადოებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანებას ეროვნული თანხმობაც შედგება და ამ ქვეყანასაც გამოვიყვანთ კრიზისიდან. თქვენი როლი საზოგადოების გაერთიანებაში ამ იდეის გარშემო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იდეა რეალობად ვაქციოთ და პოლიტიკურ ვაჭრობაში არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი. ქალწულსაუბრე იმისათვის, რომ ერთიანი წინააღმდეგობა შედგეს, ხომ არ ფიქრობთ, რომ აქცენტი პარტიულ კოალიციებზე მეტად საერთო იდეის გარშემო საზოგადოების გაერთიანებაზე უნდა კეთდებოდეს? ეხლა როგორ უნდა იყოს ეს გაერთიანება, ამაზე ძალიან ბევრი ფიქრი მიდის, მე მგონი რომ ყველას აქვს იმისი შეგნება დღევანდელ დღეს, რომ აუცილებელი არის რომ გადავდოთ გვერდზე პერსონალური ამბიციები, პერსონალური ეგოები, იმიტომ რომ ისეთი გამოწვევის წინაშე დგას ეს ქვეყანა, რომ დღეს ვართ დამოუკიდებლობის დაცვის მომენტში, გადარჩენის მომენტში და ასეთ მომენტებში ნებისმიერ ქვეყანაში ყველგან მიდის ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა შეიქმნას ის ერთობლივი ბირთვი, რომელიც ასახავს სწორედ ამ ერთიან ბრძოლას და რომელიც არ ნიშნავს, რომ პარტიები კარგავენ თავიანთ იდენტობას, რომ პარტიები კარგავენ თავიანთ მომავალს, ან ახალი პარტიები ვერ შეიქმნებიან. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს, მაგრამ პირველი ვალდებულება არის ჯერ რომ გადავარჩინოთ, რაც გადასარჩენი არის და მერე ყველაფერი შესაძლებელი არის და მთავარი იმისთვის, რომ ეს ინსტიტუტები განთავისუფლდეს სწორედ დაიბრუნონ თავიანთი ნამდვილი ფორმა, რაც არის დამოუკიდებლობა. ყველა ინსტიტუტი უნდა არსებობდეს დამოუკიდებლად პარტიული მოცემულობის. ამისთვის საჭირო არის, რომ ჩვენ გამოვიდეთ ერთპარტიული წყობიდან. სანამ ერთი პარტიული არის წყობა, ყოველთვის არის რისკი და შემდეგ როცა გადადის უკვე წლები, მერე ეს რისკი გადადის იმაში, რომ ჩვევა და გამყარება, პარტია მაშინ არ მოდის წინაპლანზე და თავის დაქვემდებარებაში გადადიან ინსტიტუტები. ეს არის ის, რაც მოხდა და ხდება ჩვენთან. და ინსტიტუტები აღარ არის ინსტიტუტი, თუ ის პარტიული არის.
არც სხვათა შორის უნივერსიტეტი თუ იქნება პოლიტიკურ პარტიის მიმართ დაქვემდებარებაში, თუ პარტია დანიშნავს პროფესორებს, თუ პარტიიდან იქნება მოცემული მითითებები, თუ როგორ უნდა დაიწეროს სახელმძღვანელოები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ თავისუფლება, დამოუკიდებლობის ნიშნები მცირდება და მცირდება ისეთ დონეზე, რომ პრაქტიკულად აღარ არის. ასე რომ კი ვეთანხმები ყველაფერში, ეს უნდა იყოს და ეს მე დარწმუნებული ვარ, რომ არის ჩვენი ყველასი საზოგადოების, პარტიების ყველასი ერთობლივი დღეს შეგნება იმისი, რომ ჩვენ რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ ეს გაერთიანება ძალების. გიორგი არაბული გვეკითხება, ბოლო პერიოდში საზოგადოების ნაწილში გაჩნდა გაწყობა, რომ პროტესტს რეალური შედეგი აღარ მოაქვს. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ასე ფიქრობენ და თან აღწელებენ ამას, რომ მაინც არაფერი შეიძლება? ხო, ახლა ეს არის ძალიან კომფორტული აზრი იმ ხალხში, რომლებიც გარეთ დგანან, არაფერს არ აკეთებენ, აგრძელებენ ცხოვრებას, ვითომც არაფერი არ ხდება და იმისთვის, რომ შენ თავში გაამართლო ეს დუმილი, ეს გაჩერება, ეს ყველაფრის შეგუება, მოთმენა, რაღაცით ხო უნდა გაამართლო. ერთ დროს გამართლება იყო, აბა ომი გინდა? ეს გამართლება უკვე აღარ მუშაობს, იმიტომ რეალურად დღეს ომი, შიდა ომი არის დაწყებული საზოგადოების წინაშე და წინააღმდეგ. ამიტომ ეს არგუმენტი შენ თავისთვის არგუმენტი ნაკლებად მუშაობს. ეხლა ახალი არგუმენტი არის საჭირო და ეს ახალი არგუმენტი არის ჩვეულებრივი არგუმენტი ყველა ამ ტიპის ავტორიტარულ რეჟიმებში, როცა ნაწილი მოსახლეობა და ყოველთვის ასე არის. ვიღაცა დღეს მეუბნებოდა, რომ ქართველები ასეთები არიან, ქართველები ისეთები. არა, ყველა ქვეყანა, რომელიც იმყოფება ასეთ მდგომარეობაში, პრაქტიკულად ოკუპირებულ თავის ქვეყანაში, იქ არის უმრავლესობა ასეთი შეგუებული, გაჩუმებული, ვერ ბედავს, რომ გადავიდეს რაღაცა აქტიურ ბრძოლაში და იმ ერთგვარ ჩუმ უმრავლესობას, ასე ვთქვათ, იმას სჭირდება თავის წინაშე მობეძებნოს რაღაცა გავასამართლებელი ლოზუნგი და ეს ლოზუნგი არის მაინც არაფერი არ გამოვა, შეხედეთ გაეხართ ქუჩაში ამდენი ხანი და არაფერი არ გამოდის, ყველაფერი გამოდის. შედეგი ამ წინააღმდეგობის სახეზე არის, ეს არის შიდა დაპირისპირებები, შიდა აშლილობა ვეტყოდი იმ რეჟიმის სათავეში, ყველა ერთმანეთთან უნდობლობა, რაც გაჩნდა, ეს რაღაცა ისტერიული რეპრესიული კანონები, რომელიც მიღებული არის ყოველ დღე, ეს ყველაფერი არის სწორედ შედეგი. და შემდეგი შედეგი, რაც არის ჩამოშლა, ეს ვერავინ ვერ იტყვის, როდის დადგება ეს შედეგი, ეს როგორც კარტების ის რო არის, აშენებენ და რაღაც მომენტში ყველაფერი ჩამოიშლება, მაგრამ რა იქნება ის უკანასკნელი კარტა, რომელსაც ზემოდან დააწესებ, არავინ არ იცის, ამიტომ ეს შედეგი შეიძლება დადგეს ხვალ, შეიძლება დადგეს რამოდენიმე თვეში, მაგრამ ყველაფერი იქნება სწორედ შედეგი ამ პროტესტის, ამ წინააღმდეგობის, ამ შემდგარი პროტესტის, შეგნებული პროტესტის, ასე ვთქვათ, და არა დუმილის. თუ რამეს არაფერი არ მოაქვს, გარდა გაგრძელება მდგომარეობის და მისი გაუარესება, სწორედ ეს არის შეგუება და დუმილი. სასარგებლოების კითხვა ეხება ავტომობილების შემოყვანის ასაკობრივ შეზღუდვას. თქვენი პოზიცია აინტერესებს და მკითხულობს, ეს არის მართლაც ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკა, თუ სოციალური ბარიერი და წნეხი, რომ დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის კიდევ ერთხელ იყოს წნეხი. არ ვიცი, როდიდან ზრუნავს პაპუაშვილი
საზოგადოების ჯანმრთელობაზე არაფერში არ ჩანს ეს ზრუნვა, იმიტომ რომ რეალურად ძალიან ყველა მონაცემები გვიჩვენებს, რომ ძალიან რთულად არის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენი მოქალაქეების და ნაწილობრივ გარემოს დაბინძურების გამო, ნაწილობრივ იმიტომ რომ უზრუნველყოფილი არ არის სურსათისუნებლობა, ანუ არც ერთი იმ ზომებიდან, სწორედ რაც არის ევროპა და რაც არის ევროპული სტანდარტები, იმისთვის რომ დაცული იყოს მოქალაქეების ჯანმრთელობა, არ არის უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში. პირიქით, ანუ ყველაფერი მიშვებული არის თავისი დინებით და თუ რამე გვინდა, თუნდაც ამ საკითხზე, ანუ გამობოლქვა და რა ხდება ჩვენ ქუჩებში და რას სუნთქავთ და რას სუნთქავენ პირველ რიგში ბავშვები. მაშინ ალბათ პირველ რიგში უნდა მიხედონ მშენებლობას, ანუ კორუფციას. სანამ კორუფციას უფევს და სანამ მშენებლობა უსასრულოდ იზრდება შვაგულ ქალაქში ეხლა ხან ლაგუნა ვერეს ადგილას თურმე აშენდება კიდევ რაღაცა უზარმაზარი შენობები და აქ ხო ადამიანები იცხოვრებენ. ამ ადამიანებს მანქანები ეყოლებათ. და რადგანაც ეს ძვირადღირებული ბინები არის, ამ ადამიანებს ოჯახში ეყოლებათ 3 თუ 4 მანქანა, როგორც ვხედავთ სხვათა შორის იმ ქონების ამსახველ დოკუმენტებში პარლამენტარების ყველას 4-4, 5-5, 6-6 მანქანა გააჩნია და ამ პირობებში იმაზე გადატანა აქცენტის, რომ უფრო დაბალი ფენა ის, რომელიც ძლივს ახერხებს ცხოვრებას დღევანდელ პირობებში, ის ვეღარ შემოიტანს ცოტა უფრო მოძველებულ მანქანას და ცოტა უფრო იაფს, ან იძულებული იქნება, რომ შემოიტანოს ჩინური მანქანა, რომ ამითი რამე გადაწყდება, ეს ხომ ყველასთვის გასაგები არის, რომ ეს არანაირი არგუმენტს არ უძლებს და ეს არის მხოლოდ მოჩვენებითი, მაგრამ სხვა ტაქტიკა არის ამის უკან და ამას ძალიან კარგად ვხედავთ, როცა ვუყურებთ განათლების ეგრეთ წოდებულ რეფორმას და ბევრ სხვა კანონს, რომ აქ მიდის მიზანმიმართულად სხვადასხვა კატეგორიების წინააღმდეგ შეტევები, სხვადასხვა საზოგადოების კატეგორიების წინააღმდეგ, ოღონდ ცალ-ცალკე, რომ ჯერ შენი ჯერი მოვიდა და შენ უნდა გაუძლო ჩემ ზეწოლას, წნეხს და მერე მეორესი იმისთვის, რომ რაღაცა გაერთიანება თუნდაც საზოგადოებას, ჩვენ ახლა ვლაპარაკობდით პოლიტიკურ გაერთიანებაზე, მაგრამ აქ მთავარი არის, რომ საზოგადოების გაერთიანება, წინააღმდეგობის გაერთიანება ერთბაშად არ მოხდეს და ყველა განიცადოს თავის თავზე ეს წნეხი ცალ-ცალკე. ჯერ GPI, მერე ცოტას მოეშვება GPI-ზე, მერე TSU, მერე ილიაუნი, მერე სოხუმის უნივერსიტეტი. ეს მაგალითი რაც გვაქვს განათლების სფეროში, ახლა მოვა ალბათ კერძო უნივერსიტეტების დროც, მაგრამ ყველა ცალ-ცალკე, რომ ეს რაც მთავარი ძალა არის საზოგადოების, ანუ სოლიდარობა. ამის იქით მეტი ძალა არაფერი არ არის. მშვიდობიანი წინააღმდეგობის ძალა არის სწორედ სოლიდარობა და აქ არის ძალიან გარკვეული შეგნებული პოლიტიკა, რომ ეს სოლიდარობა გახლიჩონ და გააცალკარონ ყველა კატეგორია სხვადასხვა ნაწილები ჩვენი საზოგადოების. გიული მგალობლიშვილის კითხვა ეხება იგილ ჰილსის თემას. თქვენი შეფასებით არსებობს თუ არა რისკი, რომ მსგავსი მეგაპროექტები უცხოურ კაპიტალთან ერთად პოლიტიკური გავლენის არხად გადაიქცეს? ვისი პოლიტიკური გავლენით არ ვიცი. ამას ამ პროექტს აქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. პირველ რიგში თუ კი გარემოზე საუბრობს პაპუაშვილი, ალბათ ისიც უნდა იცოდეს, რომ ეს წანისის თხე-პარკი და ჭალები იქ რაც არის, წარმოადგენს თბილისისთვის ერთ-ერთ რეზერვუარს სუფთა ჰაერის და აუცილებელი, ანუ ფილტვები
თუ შეიძლება ასე ითქვას, ფილტვები არის თბილისისთვის. ამაზე როგორც ჩანს არავის არ უფიქრია იმ მომენტში, როცა ფული არის რაღაცა გასაკეთებელი, სწრაფად და უნებლიეთ. მეორე საკითხი, რომელიც ასევე დგას, ეს არის ის, რომ ინგლისი შემჩნეული არის სხვადასხვა ქვეყნებში მისი არასინდისიერი რაღაცა პროექტებისთვის, სხვა ქვეყნებიდან ასევე იქნა გაძეული, ალბათ საჭირო იქნებოდა, რომ შესწავლილი იყოს კარგად რა არის ეს კომპანია, რას საქმიანობდა სხვაგან და რატომ იქნა შეწყვეტილი ის კონტრაქტები, იმიტომ ჩვენ ვიცით, რომ ეს კონტრაქტი შემდგომ რომ იყოს შეწყვეტილი, უკვე მერე დაიკისრება სახელმწიფოს ძალიან დიდი თანხები კონტრაქტის გაუქმებისთვის. ასე რომ პასუხისგებლობა იმათი, ვინც ხელს აწერენ, არის სრული და უნდა იცოდნენ, რაზე მიდიან და რატომ მიდიან და რატომ ასეთი შეღავათიანი პირობები ამ კომპანიისთვის და რომელსაც არაფერი არ მოაქვს თვით არც საქართველოს ბიუჯეტისთვის, შეიძლება ვიღაცეებისთვის რაღაცა მოაქვს, მაგრამ საქართველოს ბიუჯეტისთვის ნამდვილად არაფერი და ამ დროს მიწები ძალიან იაფად და ისე რომ არავინ არ დაფიქრდეს იმაზე, თუ რამდენად საჭირო არის და მარგებელი ამ მიწების გაცემა და ამ მიწების გადაქცევა რაღაცა ურბანულ განვითარებად, რამდენად ეს არის მიზანშეწონილი ჩვენთვის, მოსახლეობისთვის და თბილისის მომავლისთვის. ვასიკო ბახტაძე გვწერს Facebook Live-ზე, მშენებლობა კორუფციაო? მშენებლობა კორუფცია. მე მგონი რომ ამაში ხა ცხადია მესმის კითხვის არსი და მესმის რომ პასუხი არის, რომ ყოველთვის არ არის მშენებლობა კორუფცია, რომ შეიძლება იყოს კეთილსინდისიერი მშენებლობა, მაგრამ მშენებლობა ქალაქში, სადაც კოეფიციენტები იცვლება იმის მიხედვით, თუ ვინ შედის მერიაში, როგორ შედიან, როცა რეკრეაციული ზონები მთაწმინდაზე მაგალითად უცებ იქცევა არარეკრეაციულ ზონად იმისთვის, რომ M კვადრატმა აშენოს შენობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავი მაგალითები არის იმისი, ეს ყველაფერი ცხადია დაკავშირებული არის კორუფციასთან და იმასთან, რომ მერიაში თუ კი ვინმეს შეუძლია რომ შევიდეს და რაღაცა გარკვეული გარიგებებს მოაწეროს ხელი, მაშინ ეძლევა ის პრივილეგიები, რაც პრინციპში აღარ უნდა არავის ეძლეოდეს დღევანდელ თბილისში, იმიტომ რომ დღეს უკვე ამ შენებლობების უკვე ვეღარ იტევს თბილისი ვერცერთ ახალ მშენებლობას ცენტრში ყოველ შემთხვევაში და ამიტომ ამაზე უნდა იყოს გამკაცრებული რეგულაციები და არა ცვალებადი რეგულაციები იმის მიხედვით, თუ ვინ ვისთან როგორ აგვარებს თავის საქმეს. TikTok-ზე გვეკითხება ნიკა. საქართველოს მომავალში ეკონომიკური განვითარება ექნება, რადგანაც არ ჩანს არანაირი ეკონომიკური აღმავლობა. ესეც მორიგი მიზანი მართული პროპაგანდაა? რა არის პროპაგანდა? ეკონომიკური აღმავლობა. არა, ეკონომიკური აღმავლობა ყველამ ჩაიხედოს თავის მდგომარეობაში და ნახავს რამდენად არის აღმავლობა ქვეყანაში, რომელიც არ ვრცელდება საზოგადოებაზე, ეს არ არის აღმავლობა. ეს არის რაღაცა ფენების გამდიდრება. აღმავლობა ეკონომიკაში ნიშნავს, რომ ყველაზე ვრცელდება მეტნაკლებად აქ კომუნიზმის ვითომს თეორიული კომუნიზმის ეს არ არის, მაგრამ ვრცელდება მთლიანად ქვეყანაში და ჩანს ქვეყანაში, რომ არის ასეთი აღმავლობა. ჩვენ დღევანდელ დღეს ვართ სტაგნაციაში, რაც მთავარი არის. ვერავინ ვერ იტყვის რა დარგი არის, რომელიც ვითარდება. გარდა კიდევ ერთხელ მშენებლობა და მეტნაკლებად ტურიზმი, რომელიც არ ვითარდება, იმიტომ რეალურად რაოდენობა ტურისტების, შემოსული ტურისტების შეიძლება იზრდებოდეს, მაგრამ ხარისხი ტურიზმის არ იზრდება, პირიქით უფრო მასიური ტურიზმი შემოდის და რა ის ფენები ტურისტების, რომელიც სჭირდება სწორედ ტურიზმის ზემო
ფენების განვითარებას, რაც არის ყველა ტურისტული ქვეყნის დღევანდელი მოწოდება, რომ მონახოს ის ნიშები, რითაც შეუძლია რომ მისი ტურიზმი გამდიდროს. ეს ნიშნავს სამედიცინო ტურიზმი, რეაბილიტაციის ტურიზმი, სხვადასხვა ალპინისტური ტრეკინგი, ანუ ყველაფერი ის, რაც ცოტა იშვიათობასთანაც არის დაკავშირებული და არა მასიური ტურიზმი. მეორე საინტერესო ფაქტი არის ტურიზმთან შედარებით, ჯერ ერთი ის, რომ ევროპელები არ ფიგურირებენ პირველ 10 ქვეყანაში, რომელიც შემოდის ქვეყანაში, ესენი არიან მხოლოდ რეგიონის რუსები, რეგიონის ჩვენი მეზობლები, ახლო აღმოსავლეთი და ჩინეთი, რომელიც გაიზარდა 40%-ით ბოლო წელს. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ შემოსული ტურისტები რაში ხარჯავენ ფულს. საყიდლებში და მაინტერესებს რას ყიდულობენ, ეს ერთი, მეორე ჭამასმაში და ძალიან დაბალი პროცენტი არის კულტურა და სხვადასხვა კულტურული ტურისტული აქტივობები, რაც არის რეალურად ის, რაც ქვეყნისთვის არის ყველაზე მომგებიანი, რაც ქვეყნის იმიჯს ზრდის და ხალხს აგებინებს, ვინა ვართ, რა ვართ და მათ უქმნის სხვა დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. არაბნაირი თბილისში ჩამოდიხარ და გარდა ხინკალი და მართლაც ჭამასმა პრაქტიკულად კულტურული ღონისძიებები უცხოელებისთვის, თუ არა ის რაღაცა დღევანდელ დღეს ახალი წარმონაქმნები რუსების მიერ მათთვის პატარა ჯგუფური, არაფერი არ ხდება ქალაქში ისეთი, რომელიც იყოს მიმზიდველი ტურისტებისთვის. მე მგონი ყველა ტურისტი უცხოელი ცოტა განვითარებული მხოლოდ გაბრიაძეს თეატრში დადის. სხვა არაფერი არ არის მისთვის მიმზიდველი. ქალბატონო პრეზიდენტო, რას გურჩევდით საჯარო მოხელეებს, ვინც თქვენს ინტერესებს იზიარებს, მაგრამ გვეშინია ხმის ამბების, ლუკა ვეწერს TikTok-ს. ძალიან ძნელი არის, რომ სხვას რამე მოსთხოვო და სხვას. მე მგონი, რომ ყველაზე მთავარი არის, რომ ყველა იყოს შეგნებული და თავის ადგილას, სადაც არის, თავისი პრინციპები არ დათმოს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა რაღაცა რისკზე უნდა წავიდეს. მესმის ძალიან კარგად, რომ დღევანდელ პირობებში ოჯახის მქონე ადამიანები, ვალდებულები არიან, რომ რაღაცნაირად გაუფრთხილდნენ თავიანთ ოჯახის შემოსავლებს და როცა ძალიან შეზღუდული არის ესა. ყველამ თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ ძალიან რთულ ვითარებაში და ვერავინ სხვას ვერ უბიძგებს ვერც გმირობისკენ, ვერც დათმობისკენ. გვეკითხები, რომ ქალბატონო საფრანგეთის მოქალაქეობა ისევ გაქვთ? რამდენჯერ უნდა ვთქვა, რომ აწი უკვე რამდენი წელი გავიდა, უკვე ვეღარც ვითვლი 7. ანუ რაც გავხდი პრეზიდენტი, მაშინათვე კანონით იყო ეს ვალდებულება და მაშინათვე დავთმე, სანამ არჩეული ვიქნებოდი, დავთმე საფრანგეთის მოქალაქეობა. ასე რომ მე ვარ თქვენსავით საქართველოს და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე. სამაგიეროდ ჩემი ინიციატივით და ძალისხმევით ბევრს თქვენთაგანს აქვს ორმაგი მოქალაქეობა, რაც ძალიან მიხარია. ოთო მოწოლელიძე წერს არაკანონიერ მიგრაციაზე რას ფიქრობთ და სავიზო რეჟიმი რომ საერთოდ არ გვაქვს საქართველოს? ვერ გავიგე რას ნიშნავს. აქტიურად წერს ამ კომენტარს და არაკანონიერი მოწოდი გაიმეორე, იმიტომ ვერ გავიგე. არაკანონიერ მიგრაციაზე რას ფიქრობთ და სავიზო რეჟიმი რომ საერთოდ არ აქვს საქართველოს? სავიზო რეჟიმი, ჩვენ გარედან შემოსული, ახლა გავიგე. გარედან შემოსული, ხო ჩვენ არა ვართ არანაირად დაცული იმ დროს, როცა ძალიან ბევრი ქვეყანა სწორედ იცავს თავის თავს და გადადის
მეტ კონტროლზე, ვხედავთ ამერიკა როგორ აკონტროლებს იმიგრაციას და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ შეგვიყვანეს იმ სიაში, იმ ქვეყნების სიაში, რომელსაც აღარ ეძლევათ საიმიგრაციო ვიზები, ჯერჯერობით შეჩერებული არის, სანამ ახალი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული და ჩვენ როგორც პატარა ქვეყანა, მე თავის დროზე იმ მომენტში, როცა რუსეთმა თავისი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და წამოვიდა ჩვენსკენ ეს რუსული მიგრაცია, თავის დროზე ჩემი მოწოდება იყო, რომ ჩვენ გადავსულიყავით ვიზაზე, სამთვიან ვიზაზე, რომ რაღაცა კონტროლი ყოფილიყო. ეს არ ნიშნავდა შეზღუდვას იმ შემოსვლების, რომელიც იყო ჰუმანიტარული, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ უნდა გვცოდნოდა, ვინ შემოდის, რამდენი ხანს რჩებიან და გქონოდა საშუალება, რომ ჩვენ ან გაგვეგრძელებინა, ან არ გაგვეგრძელებინა ეს ვიზები იმის მიხედვით, თუ რას გვეტყოდნენ უსაფრთხოების სამსახურები. ჩვენ ეს ბერკეტები არ ავიღეთ ხელში და არა გვაქვს არც ერთი ქვეყნის მიმართ ეს ბერკეტები, არ ვიცით რეალურად ვინ შემოდის ქვეყანაში, ვინ რჩება, ძალიან მარტივი არის, მაგალითად იგივე რუსებისთვის, რომ გავიდნენ ერთი დღით სომხეთში ან თურქეთში, დაბრუნდნენ და უგრძელდებათ ის ერთწლიანი ვიზა, რაც აქვთ უფლება, უფრო სწორედ ვიზაც არ არის, აქ რეზიდენციის უფლება. ეს ნიშნავს უკონტროლო რეალურად მოსახლეობა ქვეყანაში, ასევე ჩვენ არა გვაქვს ზუსტი სტატისტიკა ამ უცხოელებიდან, ვინ რამდენ ბინებს ყიდულობს ბათუმში ან თბილისში, როგორ ნაწილდება ეს უცხო მოსახლეობა ჩვენ ქვეყანაში. ანუ რეალურად ჩვენ ყველა კონტროლის ბერკეტი გავუშვით ხელიდან და არ ვიცი კობახიძე რომ იმითი არის კმაყოფილი რომ ცოტათი მეტი ქართველები არიან პირველი შემსყიდვები იმ იგლისის ბინების და ცოტა მეტნი ვიდრე არაბები, ეს თურმე არის ძალიან დიდი მიღწევა და თვითონ როგორც ჩანს, არ ვიცი ამ კომერციულ წამოწყებაში არის ერთ-ერთი პრომოტერი თუ როგორ არის, არ ვიცი, მაგრამ ამითი კმაყოფილება ცოტა უცნაური არის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვაკონტროლებდეთ, პირველი მოვალეობა ვიტყოდი, რაც გვაქვს, ეს არის, რომ ჩვენ გქონდეს ზუსტი სურათი იმისი თუ რა ხდება ქვეყანაში, ვინ არის, დღევანდელ მსოფლიოში მით უმეტეს, ეს არის ძალიან სერიოზული მოთხოვნა, რომ ეს ნაკადები იყოს გაკონტროლებული. ეს არ ნიშნავს საზღვრების ჩაკეტვას, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ შენ თუ აკონტროლებ, თუ ხარ სუვერენული ქვეყანა და აკონტროლებ და სუვერენიტეტზე გვაქვს ძალიან დიდი ამბიცია, მაშინ უნდა იცოდე შენ ქვეყანაში ვინ ცხოვრობს და როგორ ცხოვრობს და რას აკეთებს და რამდენად მისი აქ ყოფნის დროს ქვეყანაში მისი საქმიანობა როგორი არის და ამ საქმიანობიდან რა შედის ბიუჯეტში, გადასახდებს ვინ იხდის. ძალიან დიდი ნაწილი კიდევ ერთხელ უბრუნდებდი ამ რუსებს, არჩევებულები არ ამყავს, მაგრამ მაინც მუშაობენ სადღაც უცხოეთში დისტანციურად და არა აქვთ გამოცხადებული აქ გადასახადები და არაფერს არ იხდიან არც ბინებზე და არც ამ ტიპის საქმიანობაზე. ესეც არის უკონტროლო. ანუ ქვეყანა იწყება, სახელმწიფო იწყება, სადაც კონტროლი წესდება და არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებზე. კონტროლი ყველაფერზე იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში, რომ ჩვენ უსაფრთხოდ ვიყოთ და დაცული იყოს ჩვენი მოსახლეობა. ბოლო კითხვა, რამდენიმე კითხვა შემოვიდა ახალ რეპრესიულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რაზეც ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატეხილი და გეკითხებიან თქვენს მოსაზრებას ამ ახალი კანონპროექტის შესახებ. ერთი ახალი კანონები არის, როგორც მივხვდი, ერთი ეხება გრანტებს, მეორე ეხება ლეგიტიმაციის საკითხს. ანუ ყველა მხრიდან
მცდელობა არის, მაგრამ მე კანონის ბოლო ტექსტი ჯერ არც წაკითხული მაქვს, არც შესწავლილი, ასე რომ ჯერ საბოლოო ჩემ მოსაზრებას თავს შევიკავებ ამიდან, იმიტომ რომ უნდა ზუსტად ტერმინები ვნახო, მაგრამ რეალურად ეს რეპრესიული კანონები არის საშუალება, რომ ყველაზე გავრცელდეს რაღაცა ზეწოლა და ყველას ჰქონდეს იმისი განცდა, რომ არსებობს ისეთი არა დაზუსტებული ტერმინები, ისეთი ინტერპრეტაციისთვის გახსნილი კანონები, რომელიც ყველას შეიძლება ეხებოდეს და ყველა შეიძლება ხვალ ჩასვა ციხეში. ეს არის რეპრესიული კანონების ამ ზომამდე მიყვანა, რომელიც ყველას და ყველაფერს ეხება და ყველა მიზეზს იყენებს იმისთვის, რომ აი ამას არ გააკეთებ, მაგრამ იმას თუ გააკეთებ, მაინც ჩაქსვამ ციხეში. საინტერესო არის ისიც, რომ სახალხო დამცველი, რომელიც არ გამოირჩევა დიდი ხალხის დაცვით, აქ პირველად ჩათვალა, რომ შეიძლება ეს ზედმეტი და ნამეტანი იყოს და შეიძლება გასაჩივრებაც ექვემდებარებოდეს. ასე რომ დაველოდოთ ჯერ ვნახოთ ბოლომდე ტექსტი და მერე გავსაზღვროთ ამ ტექსტის მიმართ რა უნდა იყოს რეაქცია მოქალაქეების, ოპოზიციის და ყველასი და ჩემიც. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.